საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში აპოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ. ოპოზიცია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგ ხელისუფლება ოპონენტებს შერიგების პროცესის საბოტაჟში ადანაშაულებს. ქართული ბიზნესის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის ფაქტზე უკვე მეორე დღეა სპეკულაციები არ წყდება. მეტიც ცდილობენ საკითხის წარმოაჩინენ თითქოს საწვავის ეს მოცულობა რუსეთის სამხედრო ძალების მოსამარაგებლად იყო განკუთვნილი. მაშინ როდესაც რუსეთის მხრიდან წლიურად საწვავის მოხმარება 200 მილიონ ტონას აღემატება, ხოლო აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3000 ტონაა. ოპოზიციის წარმომადგენლების აბსურდული ბრალდებები ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გია ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადების გაგრძელებაა, რომლის მიზანიც შერიგების პროცესის შეფერხება და ქვეყანაში დაძაბულობის პროვოცირებაა. საულმე გობრონიძე გიამბობთ. რუსეთის მხრიდან წლიურად საწვავის მოხმარება 200 მილიონ ტონას აღემატება, ხოლო აფხაზეთში ბენზინის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3000 ტონაა, რუსეთის მოხმარების 0,1%. ხომსასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად. ცხადია სასაცილოა, მაგრამ როდესაც ხარ აგენტი, ასეთი აბსურდის მტკიცებას რომ დაგავალებენ უსიტყვოდ უნდა შეასრულო. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის მურიგ გარე დავალებით დაწყებულ სპეკულაციებს ფაქტებით პასუხობს. პოლიტიკური манипуляციის საგნად ხელისუფლების ოპონენტებმა ამჯერად აფხაზეთში შეტანილი 3000 ტონა საწვავი აქციეს. ერთმანეთის მიყოლებით გაავრცელეს იდენტური გზავნილები, თითქოს რამდენიმე ცისტერნი ტვირთი რუსეთის სამხედრო ძალებისთვის იყო განკუთვნილი. ბრალდებებს ქართული ოცნება არგუმენტებს უპირისპირებს. მართლ გუნდში განმარტავენ, რომ აფხაზეთში საწვავი ბიზნესმა შეიტანა სახელმწიფოს თანხმობით და კანონმდებლობის სრული დაცვით. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჰუმანიტარული მიზნით დახმარების შესაძლებლობას ითვალისწინებს. სწორედ ამ მიზნით მიაწოდა ბიზნესმა კრიზისში მყოფ აფხაზეთს საწვავი, რათა სამედიცინო დაწესებულებებში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის ელექტროენერგია უზრუნველყოფილი ყოფილიყო. ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სპეკულაციები განსაკუთრებით აბსურდულია, თავად ტვირთის მოცულობიდან გამომდინარეც. რუსეთში საწვავის წლიური მოხმარება ასეულობით მილიონ ტონას ადგენს. აფხაზეთში კი საქართველოდან ჯამში მხოლოდ 3000 ტონა საწვავი შევიდა, რაც რუსეთის მოხმარების 0,1%-ია. რადგან ამ ხალხს მუდმივ დავალება დაქვთ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი, ცხადია ვერაფრით შეეგუებიან ხელისუფლების ვერც ერთ ისეთ ჰუმანურ ნაბიჯებს, რაც ხელს უწყობს ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესს. უფრო მეტიც, პატრონების დავალების შესაბამისად აგენტურა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პრობლემური ურთიერთობები არათუ მოგვარდეს, არამედ კიდევ უფრო ჩიხში შევიდეს პროცესები, რათა საქართველო მუდმივად ესკალაციისა და რთული გამოწვევების საფრთხის წინაშე იყოს. და ბოლოს კიდევ ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვანძი ოპოზიციის ეს ისტერია არის გაგრძელება იმ მოღალატეობრივი განცხადების, რაც გია ბარამიძემ გააკეთა. საბოლოო ჯამში კი ორივე პროვოკაცია ერთადერთ მიზანს ემსახურება, მათ დავალებული აქვთ, რომ თუნდაც ყველაზე ბინძური და ანტიქართული ნაბიჯებით ხელი შეუშალონ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს. სპეკულაციების სოციალური ქსელით მალევე მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმა აფხაზეთში ჰუმანიტარული მიზნით რამდენიმე ცისტერნი საწვავი გააგზავნა. ტყუილია, რომ საქართველოში შემოსული ბენზინი აფხაზეთში გადის, იქ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი რჩება, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში. ოცნების მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა სინამდვილეში ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას. აფხაზეთში ბენზინი შეგვიტანია საქართველოდან, ჩემი აზრით გალის ქართველ მოსახლეობას დავეხმარეთ ამ ფორმით, რუსების სამხედრო ბაზებს რომ მიიღოთ აქედან შესული ბენზინი. რა მტკიცებულებებს ეფუძნება ეს ბრალდებები? ამ კითხვაზე პასუხი ოპოზიციისგან არც დღეს მოგვისმენია. ეს არის ტრის დახმარება და ამაზე ძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ქართულ ოცნებას. მართლ გუნდში ამბობენ, რომ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე ოპოზიციის მიერ ატეხილი ისტერია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის პროცესის წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანია, რომლის მიზანიც შერიგების პროცესის შეფერხება და დაძაბულობის პროვოცირებაა. ქართული ოცნების განცხადებით, ეს კამპანია რამდენიმე დღის წინ გია ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადების გაგრძელებაა, რა დროსაც სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელმა ქართულ სამხედროებს ომის უმძიმესი დანაშაული დააბრალა. ჯერ ეს ერთი ეს ბიზნესის ინიციატივა იყო, რასაკვირველია სახელმწიფო არათუ წინააღმდეგი წავიდა ამ ინიციატივისა, მხარე დაუჭირა ვინაიდან de iure აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ და საკმაოდ რთული პერიოდი დაუდგათ ამ საწვავის დეფიციტის გამო. არც რაოდენობრივად, რასაკვირველია,
არ არის ის მოცულობა, რომელიც რუსეთს შეიძლება გამოადგეს, მით უმეტეს ყველა მიწის, რომ სამხედრო დანიშნულებით დიზელი გამოიყენება და არა ბენზინი და რაოდენობა რასაკვირველი არის მიზერული. პირდაპირ არის ამოცანა, რომ როგორმე შექმნან დაპირისპირების ის ხარისხი, რომელიც დამატებით პრობლემად ექცევა ჩვენ ქვეყანას. ეს არის იმ სამარცხვინო კამპანიის გაგრძელება, რომელიც თავის მიზნად ისახავს ქართული ოცნების ხელისუფლების სამშვიდობო შემრიგებლური პოლიტიკისთვის პრობლემების შექმნას, რაც ჩვენს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან მიმართებით აქვს. ჩვენს ხელისუფლებას იგივე აფხაზებთან დაკავშირებით, ახლა სხვანაირად როგორ წარმოუდგენიათ ურთიერთობების ნორმალიზება და აღდგენა, თუ კი არ მოხდება ბიზნესთან მიმართებით ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა, იქ რაღაცა პროარკვეული პროდუქციის შეტანა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. აღნიშნული საწვავი, რაც ჩემი ინფორმაციით განკუთვნილი იყო სამედიცინო დაწესებულებებისთვის, მძიმე პაციენტებისთვის, კრიტიკულად მძიმე პაციენტებისთვის ელექტროენერგიის გენერირების უზრუნველყოფა რო გაკეთებული იყო, ამათმა შეირაცხეს ეს თითქოს და რუსული სამხედრო ძალას უნდა მოხმარებოდა ეს ყველაფერი. ეს არის მიზანმიმართული მტრობა საკუთარი ქვეყნის. ოპოზიციის კოორდინირებულ კამპანიას გუშინ პასუხი გასცა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის გზავნილემ გაფივა, თუ მომავალშიც იქნება შესაძლებლობა აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზებს მდგომარეობა შეუმსუბუქდეს, ხელისუფლება ამას გააკეთებს კონკრეტული ნაბიჯებით კანონის ფარგლებში და იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით. ერებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობა და ყალბი ანტირუსული ისტერია. Deep State-ის გეგმას მართველი გუნდი ამხელს. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება გარეზე წოლებს არ დაემორჩილა, არ შეუერთდა რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებს და საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნა, ქვეყანაში რუსოფობიის დაკვეთილი კამპანია წამოიწყეს. თუკი 2008 წლის შემდეგ ნაცმოძრაობა და მისი მიმდევრები რუსეთის მიმართ მავნებლურ პოლიტიკას ატარებდნენ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რიტორიკა შეცვალეს. კამპანიაში ჩაერთნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც. რა დავალებებით მოქმედებენ გარეძალების მიერ კონტროლირებული პირები საქართველოში. დეტალებით სოელისაშვილი. რუსოფობია ქართული ოპოზიციისა და NGO სექტორისთვის რომ გარედანაა შეკვეთილი, ამის შესახებ მმართველ გუნდში საუბრობენ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ნაცმოძრაობის ხელისუფლება სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესებით არასდროს ხელმძღვანელობდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვთან ურთიერთობების დათბობა, ტურისტების მოზიდვა, სახელმწიფო დონეზე კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და რუსულ ინვესტიციებზე საუბარი დაიწყო. რუსეთის აქტიური მოწინააღმდეგე კი მხოლოდ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა. ხელისუფლება გუნდში უსვამენ ხაზს, რომ დაკვეთილი რუსოფობიის მიზანი ქვეყნის ინტერესების დაზიანება, ეკონომიკური კრიზისის გამოწვევა, საბოლოოდ კი გარე ინტერესების შესაბამისად რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვა. ექსტრემისტთა ჯგუფი ნაცმოძრაობის სახელით ცნობენ. ის ნაბიჯები, რომელიც გადადგეს, მათ უკარ ნახეს ომამდე და ის ნაბიჯები, რომელიც გადადგეს, ისიც უკარ ნახეს ომის შემდეგ. ჩვენი გმირების ცხედრები არ იყო გაციებული, როდესაც უკვე რუსეთთან ურთიერთობის აწყობა დაიწყეს ყველა მიმართულებით. ნაკარნახები პოლიტიკა იყო, ვინაიდან მაშინ მსოფლიოს და ობამას ადმინისტრაციას აწყობდა გადატვირთვა. სახელმწიფოს ინტერესი აქვს, რომ ის არ იყოს ჩართული ეკონომიკურ ომში, სახელმწიფოს ინტერესი აქვს, რომ ის რუსეთს სამხედრო ძალით არ უპირისპირდებოდეს. ყველაფერი კეთდება იმ ადამიანების მიერ, ვინც 2008 წლის შემდეგ მოქმედებდა აბსოლუტურად საპირისპიროდ იმ პოლიტიკისა, რაც დღეს გააჩნიათ. აგენტურული ძალები ასრულებენ მორიგ დავალებას, რომელსაც იღებენ საკუთარი კურატორებისაგან და მაშინ, როცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და იმ ძალიან სერიოზული დანაკლისის, ძალიან მკივნეული შედეგების შემდეგ, რომელიც ამ ომმა მოიტანა, ჩვეულებრივად ისინი აგრძელებდნენ ურთიერთობებს, გაახსენდათ თურმე ის, რომ რუსეთთან ურთიერთობები, ასე ვთქვათ, არ არის მათთვის საინტერესო, არ არის მათთვის ხელსაყრელი და დაიწყეს ეს ერთგვარი იერიში, ეს არის მართული კამპანია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რატომ ერჩიეს მკვეთრად ანტირუსული რიტორიკა არა 2008, არამედ 2022 წლის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობაში კითხვებზე პირდაპირი პასუხების გაცემისგან თავს იკავებენ. ლიდერის გასამართლებლად კი ამბობენ, რომ სააკაშვილი საზღვარზე მხოლოდ იმ ვიზიტორებს ხვდებოდა, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებდა. თურმე
რუსეთს თუ დაუძახებთ ოკუპანტს და მტერს, ეს ყოფილა რუსოფობია, ეს არის კატასტროფა, ეს არ არის ლოიალური დამოკიდებულება, ეს არ არის კოლაბორაცია, ეს არის პირდაპირ ეროვნული ღალატი. საქართველოს პრეზიდენტი ხდებოდა ყველა იმ პირს, რომელიც აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით რუსეთის მიმართ ნაცმოძრაობის დამოკიდებულებებს, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც ავტომატურად იზიარებდნენ, ამის შესახებ ლევან მაჭავარიანი საუბრობს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნული საილუსტრაციოდ ნინო სუხიშვილის ინტერვიუებსაც აზიარებს. სახელმწიფო ანსამბლის სახელით მე არასდროს არ წავალ რუსეთში, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და თან კიდე რომ არ ჩამოვთვალო ბევრი უამრავი რაღაცა, რასაც გვიშვება რუსეთი. Втулиру არ არის სწორი, არ არის корректული ексиарული гастролებზე. У нас дорогие гости Нино Сухишвили, Рико Сухишвили, генеральный директор и главный хореограф грузинского национального балета. Доброе утро, дорогие гости. Я и Лико занимались танцами очень серьезно, и у нас никаких поблажек не было. Ну а теперь, как мы обещали, правильно, танцы. სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფირულებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება მკვეთრად მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც რუსეთმა ანალოგიური უკრაინის მიმართ განახორციელა. აგენტურული ოპოზიციის და მათთან აფილიირებული NGO-ების შემთხვევაში აქ ცალსახად დაკვეთას აქვს ადგილი, ხოლო კულტურის წარმომადგენლების შემთხვევაში ეს ზოგ შემთხვევაში დაკვეთაა, ზოგ შემთხვევაში კი ტრენდზე აყოლა. თუმცა მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ერთი არ არის ჯანსაღი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვაფიქსირებთ ჩემს პატივისცემას ანსამბლ სუხიშვილების სასცენო მოღვაწეობის მიმართ. თავიანთი უზარმაზარი ღვაწლით ჩვენი კულტურის წინაშე ეს ანსამბლი თავისი შემოქმედებით ჩვენი იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა? 2008-2012 წლების გლობალურ კონტექსტ და ნაცმოძრაობის ქმედებებს ნინო წილოსანი მიმოიხილავს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის განმარტებით ამერიკამ და ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა გადაწყვიტეს, რასაც სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და რუსი ტურისტების მოზიდვა მოყვა. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომიდან 1 წელიც კი არ იყო გასული, იწყება პერიოდი, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდანაც სულ უფრო ხშირად გვესმის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების, რუსი ტურისტების მოზიდვისა და რუსული ინვესტიციების შესახებ საუბარი. ეს პოლიტიკა საბოლოოდ იქამდე მიდის, რომ 2012 წლის 29 თებერვალს სააკაშვილის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ცალმხრივად აუქმებს, მაგრამ მანამდე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბავი ხდება 2010 წლის 24 ივნის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ვირჯინიაში რეის ჰელ ბურგერში ერთად მიირთმევენ ბურგერს. ერთი შეხედვით უბრალო პროტოკოლური კადრია, მაგრამ იმავე დღეს თეთრი სახლი თავად აქვეყნებს მასალას სათაურით Reset with Russia continues. ანუ გზავნილი საერთოდ არ იყო დასამალი, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა გრძელდებოდა. ადგილობრივი აგენტურისთვის ალბათ ამაზე ნათელი სიგნალი არც იყო საჭირო. გლობალური პროცესების ამ მსხვილი ფაქტების ჩამონათვალში თავისუფლად შეგვიძლია შევიტანოთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი 2011 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება. სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან რუსეთის WTO-ში გაწევრიანების გზის გახსნა 2008 წლის ომიდან სულ რაღაც 3 წლის შემდეგ ხდება. 3 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი აწარმოა. ჩვენი ტერიტორიები დაიკავა, ჩვენი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. ათასობით ადამიანი დევნილად იქცა და 3 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ხელს აწერს შეთანხმებას, რომელიც რუსეთისთვის WTO-ში შესვლის გზას ხსნის. ადგილობრივი აგენტურისთვის ალბათ სასიხარულოდ მისაღები იყო ეს გადაწყვეტილებაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცოტა ხნით ადრე უყურებდნენ, როგორ მიირთმევდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბურგერს რუსეთის პრეზიდენტთან ერთად და როგორ აცხადებდა თეთრი სახლი ოფიციალურად, რომ Reset with Russia continues.
სიგნალი იმდენად ნათელი იყო, რომ ალბათ დავალების სიტყვიერად გაცემაც აღარ იყო საჭირო. მოკლედ, არაფერი ეროვნული და არაფერი სახელმწიფოებრივი. თუ უსამშობლო აგენტურას გლობალური პატრონების წითელ ხალიჩაზე სიარული სურდა, მაშინ გლობალურ კონიუნქტურასაც ფეხდაფეხ უნდა მიჰყოლოდა. გუშინდელი მტერი მისაღები პარტნიორი უნდა გამხდარიყო მაშინ, როცა ამას ახალი პოლიტიკური რეალობა მოითხოვდა, ხოლო ეროვნული ინტერესი იმდენად უნდა გადაეწიათ გვერდზე, რამდენადაც ამას გარედან შეცვლილი დღის წესრიგი უკარნახებდათ. ყველაზე მძიმე ამ რეალობაში კი სწორედ ამ პოლიტიკური თამაშების ფასია, რაც საქართველოს საკუთარი ტერიტორიებით, საკუთარი ეროვნული ინტერესებით და რაც მთავარია, ჩვენი გმირი ბიჭების სიცოცხლით გადაიხადა. 2022 წლის შემდეგ ქართული ოპოზიციის მათი მხარდამჭერებისა და თანამოაზრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან ანტირუსული კამპანია გააქტიურდა, რომელიც რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებისა და რუსი ტურისტების ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის მოთხოვნასაც მოიცავდა. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ბარამიძის როგორც ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებას უტყუარ მტკიცებულებას უწოდებს და ამბობს, რომ მის განცხადებას ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე წარადგენს. მეტიც, სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბარამიძის განცხადებაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს ყველა იმ საერთაშორისო დოკუმენტის და გამოძიების გადახედვა, სადაც დადასტურებულია, რომ ქართველებს აფხაზეთის ომში დანაშაულები არ ჩაუდენიათ. აფხაზეთი ომის ვეტერანები ბარამიძეს მოღალატეობრივი და ცრუ განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებენ. ნანუკა წითელაშვილი გვერდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნანუკა, გისმენთ. აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად გიორგი ბარამიძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამოყენებას აპირებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ოლეგ ბარციცი ამბობს, რომ ბარამიძის განცხადება არის უტყუარი მტკიცებულება და აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ადასტურებს. ისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსანის ბრალდებებს აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენებს. ბატონი გიორგი ბარამიძე თავის დროზე ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალი თანამდებობების მქონე პირი იყო. ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი და საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი. სულ ცოტა ხნის წინ მან სრულიად ღიად აღიარა, რომ ქართული ჯარები, ქართული ფორმირებები აფხაზ სამხედრო ტყვეებს უბრალოდ ხვრეტდნენ. კიდევ რა შეიძლება ამას დაემატოს? ეს არის აღიარება ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან, რომელსაც საქართველოში საკმაოდ დიდი ძალაუფლება ჰქონდა. ჩვენ უკვე ვემზადებით მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის, რომელიც ნოემბერში გაიმართება. ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ ჟენევაში, შვეიცარიაში, ამიერკავკასიაში, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო დისკუსიების ფორმატშიც. გიორგი ბარამიძე მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში პრობლემას მას შემდეგაც ვერ ხედავს, რაც ის სიცრუეში არაერთმა ვეტერანმა ამხილა. მეტიც 3 კვირის შემდეგაც ის რიტორიკას არცვლის და ამბობს, რომ მხოლოდ ომის რეალობაზე საუბრობდა. ბარამიძის განცხადებას მოღალატეობრივს უწოდებენ აფხაზეთის ომის მონაწილეები. ქართველი მებრძოლები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გენერალურ პროკურატურაში გავრცელებული ინფორმაციის წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევენ. ვეტერანები ბარამიძის განცხადებას მიზან მიმართ დივერსიად აფასებენ. მათი თქმით, განცხადების შედეგი უკვე სახეზეა. ეს არის დივერსიის ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ. ამას ჩართული ბევრი ძალაა. ამას ჩართული არის აგენტურა, ბარამიძისნაირი, ამას ჩართული არის რუსეთის მხარე, ბუნებრივი აფხაზები, რომლებიც ემსახურებიან პირდაპირ ის სეპარატისტებს გულისხმობ და ის ევროპული ძალები, რომელსაც ძალიან არ მოწონს საქართველოს სუვერენიტეტი შეინარჩუნა და არ მისცა შესაძლებლობა ომში ჩართვის. 34 წლის მერე რატო გაახსენდათ? ესეთი რამე თუ იყო, რატო მე რომელსაც 40 შეხვედრა მაქვს ჩატარებული სხვადასხვა დონეზე ევროკავშირში, ევროსაბჭოში, გაეროში და სადაც გინდა აფხაზურ მხარესთან, რატო არ დამდგარა დღის წესრიგში არასოდეს მსგავსი საკითხი? არც აქ, არც იქ და არც არსად. დღეს რატო გაახსენდა სულ ყველას ეს? ეგ არის ზუსტად იმის დამადასტურებელი, რომ ეს არის მოგონილი თემა იმისთვის, რომ აზარალონ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო. ჩემ განცხადებებს არ მოყვება სირთულეო და საერთაშორისო საზოგადოებაში ის რომ თვითონ აფხაზებიც ადამიანები არიან და იქიდან ტოლულებიც ადამიანები, ისინი ხო მისთვის არ არიან ადამიანები, ხო? ეს უნიშნელოა და საერთაშორისო ასპარეზზე არაფერი არ დაშავდებაო. დღეს აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მთავრობა იქ არსებულმა
უკვე განაცხადა ღიად, რომ უახლოეს მოლაპარაკებებზე, ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე ჟენევაში აუცილებლად ბარამიძის სიმართლე, რა თქმა უნდა, ბჭყალებში იქნება გამოყენებული. ასე რომ ბარამიძე ტყუილად გვაწყნარებდა, რომ ის რო იდიოტია, ეს საქართველოს მავნებელი არა, ეს ძალიან მავნებელია, ეს დამღუპელია საქართველოსთვის და ეს მან ზუსტად იცის იმ დამკვეთმა, რომელიც უფლებას არ აძლევს, რომ ბოდიში მოიხადოს და უფრო დაამძიმოს განცხადებები. ზუსტად იცის ეს დამკვეთმა და ზუსტად იცის, არ ვიცი მე ახლა ნამდვილად არ მიყვარს ცილის წამებები და ყველაფერზე აგენტის სახელი, მაგრამ არ ვიცი რაღაცა ფარული ჩანაწერები რამე უცხო სხეული ედო პირში ან რის გამო არის დაშანტაჟებული ან ფულის გამო მაგრამ ის აკეთებს დამკვეთის შეკვეთას. ჩვენ ავიყვანეთ 5 ტყვე, მაგრამ ავიყვანეთ ეს 5 და ხელის არ ვიხლია. ეს როგორც იყო ჩავაბარეთ და ეს ყველა გაიცვალა. არსეთის შემთხვევა არ ყოფილა ვინმე. წაეყვანათ, ვინმე დაეპატიმრა და ვინმე დაეხვირდა. გამორიცხული იყო ეს. ეს ქვეყნის იმის ლახავს. არავის არ ხვდით, იცი. პირიქით დაიხვირდა, ჩვენი პატრიოტი ხალხი დაიხვირდა. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ ბარამიძის განცხადება მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია, რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს აზიანებს. მათი თქმით, ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქართული ოცნების სამშვიდობო პოლიტიკის დაზიანებას ისახავს მიზნად, რაც გარე ძალების გეგმის ნაწილია. ინტენსიურად ვაშენებთ იმ საფუძველს, რომელზედაც ტერიტორიული მთლიანობის საბოლოო მიზანი უნდა აეწყოს. ეს არის ნდობის აღდგენა მხარეთა შორის და ამაზე არაერთხელ გაგვიცხადები ოფიციალურად და ბევრი საქმეც კეთდება ამ მიმართულებით. რასაკვირველია, აი ამ მიმართულების დაზიანება სწორედაც არის მიზანი ბარამიძის განცხადებისა და ბარამიძე არ არის ერთადერთი, ვინც ამ მიზანს ახორციელებს. მან განაცხადა ეს როგორც იმ პერიოდში გარკვეულ პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა და ამას იმ წუთში მოყვა გამოხმაურება აფხაზეთის მხრიდან და რუსეთის მხრიდანაც. რუსეთმა კვლავ მოითხოვა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის აღიარება, ხოლო აფხაზეთშიც არიან ექსტრემისტული ჯგუფები, ქართველ მოძულთა ჯგუფები, რომლებიც იმ წუთში აიტაცეს ეს თემა. ეს არის ადამიანი, რომელიც სააკაშვილს უმტკიცებდა ერთგულებას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ქართულ სახელმწიფოს ქართულ ჯარისკაცებს, მებრძოლებს, გმირბიჭებს თავს დაესხა და ესეთი ცილისწამებლური განცხადება გააკეთა. ესეც არის იმ ერთიანი კოორდინირებული შეტევის ნაწილი, რაც ბოლო პერიოდში ხდება თუნდაც იგივე საწოლთან დაკავშირებით, იგივე რუსოფობიასთან დაკავშირებით, იგივე ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით საზოგადოება რომ დააკვირდეს, ყველაფერი თანმიმდევრულად ერთმანეთის მიყოლებით კეთდება. ათეულობით ვეტერანი დაიკითხა პროკურატურაში აფხაზეთში ომის მონაწილე. და როგორ არავის არ ახსოვს ასეთი ფაქტი, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება ბარამიძემ. ეს კითხვა შეიძლება დაებადოს მას, ვინც არ იცნობს ნაცმოძრაობის ბუნებას, მათ პოლიტიკურ შიგთავს, რა უნდათ საკუთარი ქვეყნისგან, საკუთარი ხალხისგან, როგორ ყველანაირად ცდილობდნენ და დღესაც ცდილობდნენ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა, ეს არის ამ პოლიტიკის ნაწილი. სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები აქტიურად მიმდინარეობს. მოწმის სახით ჩვენება უკვე მისცა 20-ზე მეტმა ქართველმა ვეტერანმა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა დააყენა. მადლობა ნანუკა, პირდაპირ ეთერში ნანუკა წითელაშვილი საუბრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი დარიალი. დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც სკალოპოჩი დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დღის პირველ ნახევარში შევიდა. პროტოკოლის შესაბამისად სასაზღვრო გამშვები პუნქტი დარიალიდან ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია მყისიერად განხორციელდა. პრევენციის მიზნით სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია.
სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ადმინისტრაციული საქმეების განხილვები გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლომ პაპუნა ნეფარიძე სამართალდამცავად ცნო. მან სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა თენგიზ ჭანტურიძეს, რისთვისაც 1500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაიგისრა. სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტზე იმსჯელეს ფოთის საქალაქო სასამართლოშიც. საქართველოს პარლამენტის წევრ ილია ინჯიას მიმართ სოციალურ ქსელში განხორციელებული შეურაცხყოფის ფაქტზე სასამართლომ თეიმურაზ გოგიჩაიშვილის სამართალდამცავად ცნო და მას 1500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააგისრა. სამართალდამცავები შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლად შექმნილმა სამმართველომ გამოავლინა, რომელიც აგრესიული რიტორიკის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ და ფოთის საქალაქო სასამართლომ განიხილეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები. ორივე შემთხვევაში პიროვნებები ცნობილი იქნენ სამართალდამცავად და მათ სანქციის სახით განისაზღვრათ ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. მსგავსი კატეგორიის კიდევ რამოდენიმე საქმეზე უნდა გამართული იყოს ხდომა, თუმცა მათი განხილვა გადაიდო. საქართველოს ეკონომიკის პროგრესი და მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით ქვეყნიდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მაჩვენებლები 21.6%-მდე გაიზარდა, ივლისის თვეში კი რეკორდული მაჩვენებელი 29.7% დაფიქსირდა. პოზიტიური ტენდენციებია საგარეო ვაჭრობის მიმართულებითაც. წინასწარი მონაცემებით ბრუნვა 15 მილიარდს გადააჭარბა. ხელისუფლებას საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებისა და ეკონომიკის სტიმულირების კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რასაც ოფიციალური მონაცემებიც მოწმობს. დეტალებით ნუცა კოროშინაძე. რეკორდული მაჩვენებლები და ექსპორტის მკვეთრი ზრდა. წლის პირველი 7 თვის მონაცემებით საქართველოს საგარეო ვაჭრობა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს. იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 მილიარდ 517 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5%-ით მეტია. კიდევ უფრო მაღალია ექსპორტის ზრდის ტემპი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ექსპორტი 21.6%-ით გაიზარდა და თითქმის 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ზრდა ფიქსირდება როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით. ექსპორტი 21.6%-ით აჭარბებს წინა წელს და აღემატება 4 მილიარდ 668 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტი 2.4%-ის გაზრდილი და 10.8 მილიარდ დოლარს აღემატება. თუ ამ მაჩვენებლებს განვიხილავთ თვიურ წილში 2026 წლის ივლისის მაჩვენებელი წინა წლის ივლისთან, აქაც იგივე ტენდენცია შენარჩუნებული ზრდის ტენდენცია. მთავრობის ეკონომიკური გუნდის განცხადებით მზარდი მაჩვენებლები მათ შორის ადგილობრივი წარმოებისა და მეწარმეობის ხელშეწყობისაკენ მიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მათივე თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა და მოთხოვნა იზრდება. წარმოების გაფართოება კი დადებითად აისახება დასაქმებაზეც. იზრდება ადგილობრივი წარმოება, იზრდება ექსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველი 6 თვის განმავლობაში. ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები შენარჩუნდება. ივლისის თვეში დაფიქსირდა თვის ახალი ისტორიული მაქსიმუმი ექსპორტის მიმართულებით 792 მილიონი დოლარი ექსპორტის მაჩვენებელი ახალი ისტორიული მაქსიმუმია და 7 თვის მაჩვენებელიც წლის თვალსაზრისით არის ახალი ისტორიული მაქსიმუმი 4 მილიარდ 668 მილიონ დოლარზე მეტი. რეკორდულ მაჩვენებლებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის სწორ პოლიტიკას უკავშირებენ ექსპერტებიც. მათი შეფასებით, საქართველო ბოლო წლებში არაერთი ეკონომიკური მიმართულებით პოზიციებს თანმიმდევრულად იმყარებს, მათ შორის ექსპორტის ზრდის ტემპით. სოსო არჩვაძის განცხადებით, დინამიკა, რომელიც საქართველოს აქვს, მაღალია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური მასშტაბითაც. საქართველო არა მარტო ბოლო პერიოდში ჩნდება როგორც სატრანსპორტო საკომუნიკაციო ხაბი, არამედ როგორც რეალურ სექტორში მიღწეული წარმატებების შედეგი, რომლის გადადინება ხდება ჩვენს ექსპორტში, იმიტომ რომ ვერ გაიტან თუ ჯერ არ აწარმოა რა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საკმაოდ მზარდი დინამიკა, როგორც ექსპორტში, ისე თქვენ ეკონომიკის დანარჩენ სექტორებში და მთლიანობაში ამას ჩვენ უნდა შევხედოთ პოზიტიურად და საშუალებიან პერსპექტივაში საქართველოს დინამიზმს, თქვენ კონკურენტი არათუ ახლო გარემოცვაში, არამედ გლობალური მასშტაბით ნაკლებად ეყოლება.
მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიზანი არსებული დინამიკის შენარჩუნება, საექსპორტო შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოება და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის გაგრძელებაა. ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად 135 პირი დააკავეს, მათგან 55 პირი ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული. დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. ნარკოტიკებთან ერთად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და თანხა. საქმეში დევს ფარული აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობას ასახავს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის დანაშაულებრივი სქემა გაშიფრულია. სამართალდამცველებმა ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელება აღკვეთეს. თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირია დაკავებული, მათ ბრალი უკვე წარედგინათ. ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელსაც აფასოებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა. დაკავებულების ბრალდების საქმეებში დევს სამართალდამცავი უწყების მიერ მოპოვებული საკონტროლო შესყიდვების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები. მასალაში კარგად ჩანს, როგორ და რა მეთოდით ავრცელებენ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები აკრძალულ ნივთიერებებს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ის როგორ ერთი მაგარი არის რა. საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში ამოღებულ ნარკოტიკთან ერთად ნივთმტკიცებებს შორისაა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის შედეგად მოპოვებული თანხა და უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები. დაკავებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ, მათი უმეტესობა თავს დამნაშავედ არ ცნობს. არა მაქვს შეთანხმებული პოზიცია გუშინ შევხვდი, არ ცნობს თავს დამნაშავედ. აღკვეთილება პატიმრობაა შეფარდებული. დუმილის უფლებას ეძენებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უწყების მთავარ პრიორიტეტებს შორის რჩება. დავით კიკნაძის თქმით, ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში, ნარკოტიკების რეალიზაციასა თუ ხელშეწყობაში კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანასა და გავრცელების აღკვეთის მიზნით პოლიცია სხვა შესაბამის სამართალდამცავ უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით უზრუნველყოფს სახმელეთო თუ საზღვაო და საჰაერო საზღვრების მაქსიმალურ დაცვას და კონტროლს. ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში, ნარკოტიკების რეალიზაციასა და ხელშეწყობაში, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს წარმატების მორგი აღიარება ევროკომისიის მხრიდან. ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური მზაობით მსოფლიოს საუკეთესო 4-ში, ევროპაში კი მეორე ადგილზე დაწინაურდა. კვლევა გლობალური ადაპტაციის ინიციატივამ 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა. ინდიკატორი ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად გააუმჯობესონ მდგრადობა. ანგარიშის ფარგლებში მსოფლიოს 192 ქვეყანაში არსებული ვითარება შეისწავლეს. კვლევის მიზანია დაეხმაროს მთავრობებს ბიზნესსა და თემებს ინვესტიციების პრიორიტეტულობის დადგენაში, რათა უფრო ეფექტური რეაგირება მოახდინონ მომავალ გლობალურ გამოწვევებზე. წინა ანგარიშებთან შედარებით, სადაც საქართველო ევროპაში მესამე ადგილს იკავებდა, ნორვეგიისა და დანიის შემდეგ ქვეყანამ პოზიცია 1 პუნქტით გააუმჯობესა. ანგარიშის შედეგებს ევროკომისია რეგულარულად აქვეყნებს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირება გრძელდება. კონკურსი 1 სექტემბრიდან გამოცხადდება. განაცხადის წარდგენა 10 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. სტაჟირება კი 1 ოქტომბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. პროგრამა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და პროფესიული უნარები განავითარონ. სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეთა ნაწილი იმ უწყებებში დასაქმდება, სადაც სტაჟირება გაიარა.
ჩვენი სამინისტრო ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვნად არის ჩართული და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითები იმისი, რომ მაგალითად გასული პროგრამის ფარგლებში 30-მდე ახალგაზრდამ გაიარა სტაჟირება და აქედან 5 ახალგაზრდა დასაქმდა ჩვენი სამინისტროს სისტემაში. ეს აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას, მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომ თავიანთი პროფესიების შესაბამისად დაიწყონ სამსახური და ასევე სახელმწიფოსთვის არის შესაძლებლობა, რომ პროფესიონალი, მოტივირებული, მონდომებული ახალგაზრდების რეკრუტირება მოახდინოს სახელმწიფო სამსახურში. სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა პრემიერ-მინისტრის უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აიმაღლონ ცოდნა, შეიძინონ ახალი გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია, დასაქმდნენ საჯარო სამსახურში. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მაღალი არის მომართვიანობა ხოლმე ამ პროგრამაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმზიდველია საჯარო სამსახურში დასაქმება კურსდამთავრებულებისთვის. 36 ახალი საბავშვო ბაღი ქვეყნის 19 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 6 რეგიონში მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოები არსებული საპროექტო დოკუმენტაციის განახლებასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 2000-მდე ბავშვისთვის თანამედროვე უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეიქმნება, რაც სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. მარიამ რატიანი გიამბობთ. 2000-მდე ბავშვი მალე სკოლამდელ განათლებას ახალ ევროპული სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღში მიიღებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს 6 რეგიონში 36 საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა შენობების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებასა და მის საფუძველზე სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს. ამჟამად გამოცხადდა ახალ 36 საბავშვო ბაღზე მშენებლობის ტენდერი. ეს პროცესი არ არის ეს მხოლოდ დასაწყისია. წლის განმავლობაში კიდევ რამოდენიმე ათეულ ბაღზე გამოცხადდება კონკურსი. ჩვენი მიზანი არის, რომ თანამედროვე სტანდარტების ბაღები მივიღოთ ჩვენს მუნიციპალიტეტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი რეგიონებისთვის, ჩვენი მუნიციპალიტეტებისთვის. პროექტების საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გარდა აღნიშნული პროექტისა, ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად სხვა საბავშვო ბაღების მშენებლობაც იგეგმება. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად გრძელდება სხვადასხვა სიმძლავრის სამშენებლო ბაღების პროექტირების პროცესი, სამშენებლო ტენდერებიც ეტაპობრივად გამოცხადდება. ფონდი მუშაობს შეწყვეტილ ტენდერებზე, გადის ინვენტარიზაციის პროცესი, რომლის შემდგომაც ყველა ლოკაციაზე დაუბრუნდებით და განვახორციელებთ შესაბამის სამუშაოებს. ტენდერი საქართველოს მასშტაბით 19 მუნიციპალიტეტშია გამოცხადებული. აღნიშნული პროექტები სკოლამდელი განათლების მიღებას პატარებისათვის უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის. ეს ახალი საბავშვო ბაღები აშენდება ჯიხაშკარის, ორულსა და ახალაბასტუმნის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ეს ის პრობლემური ადგილებია, სადაც ჩვენ არ გაგვაჩნდა სტანდარტიზებული ინფრასტრუქტურა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ავაშენეთ 12 ახალი საბავშვო ბაღი. 4 საბავშვო ბაღს ჩაუტარეთ სრული რეაბილიტაცია. კახეთის რეგიონში გამოცხადებულია ტენდერი 17 ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებზე, რის დასრულების შემდეგაც შესაბამის არეალში მცხოვრებ ბავშვებს მიეცემათ საშუალება სკოლამდელი აღზრდის სერვისი მიიღონ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე სამშენებლო კომპანიებს გამოცხადებული ტენდერით დაინტერესებისა და შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს. ეს იყო პასტევის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მოხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.